ჩემი პირველი რაც არის ეს არის სოლიდარობა თრიალეთს, სოლიდარობა ყველა მის თანამშრომელს და უნდა მოგახსენოთ მე ერთი დღეც არ მიმუშავია თრიალეთში, ვიყავი ყოველთვის რესპონდენტი და რაც მთავარია თრიალეთი დაფუძნდა მაშინ, როცა ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა 90-იან წლებში და ჩვენ ეროვნულ მოღვაწეებს ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერებს არასოდეს პრობლემა არ აქვს რომ ხელისუფლებისთვის გაგვეგებინებინა ის ჩვენი გულის ტკივილი რაც მათგან უსამართლობით ვიღებდით და ის რომ ძალიან ხშირად დაჩაგრული ვიყავით. თრიალეთი იყო ჩვენი მეგობარი. აი ზუსტად იმ ძიმე წლებში ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერთა მეგობარი. ეროვნული ხელისუფლების სული და გული ისევე როგორც დარწმუნებული ვარ სხვას გონია და მაგალითად შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის ტელეკომპანია თრიალეთის მიმართ. ტელეკომპანია თრიალეთი ყველა გორელის ოჯახის წევრია. ნუ იტყვით ბატონებო იმათ რომ ცოტა ხალხი გამოვიდა, მერე რა რომ ცოტა ხალხი გამოვიდა. ტელეკომპანია თრიალეთი ჩვენი სული და გულია, ჩვენი გულითადი მეგობარია, ჩვენი თანაპარტიელია, ჩვენი თანამებრძოლია. ხო გეუბნებით იმ ძიმე წლებში 90-იან წლებში როცა ტელეკომპანია დაფუძნდა და როცა ჩვენთვის არავის არ ეცალა, ერთადერთი ტელეკომპანია თრიალეთი იყო, როცა გაგვეხარდება მაშინ მივდიოდი და ჩვენ ხმას, რომელსაც არავინ არ უსმენდა, ჩვენი ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერთა ხმას, დაჩაგრულების, უბედურების, საცოდავების მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომპანია თრიალეთი გვიმართავდა ხელს. დღეს რა არის? რა ბატონმა კუკავამ სწორედ ბრძანა, რა ტელეკომპანია თრიალეთი დაამხობს ივანიშვილის რეჟიმს, ეს არის ვიღაცა გულს იოხებს. ანუ როგორც ილია ჭავჭავაძე წერს, გულს იფხანს. ხო და ბატონებო, ისევ ილია ჭავჭავაძე წერს, ხანვა ქეცმა იცისო. ნუ გაიქეციანებთ თავს და ამდენი მოფხანვა აღარ დაგჭირდება. ტელეკომპანია თრიალეთი უნდა იდგეს თავის ადგილზე. ტელეკომპანია თრიალეთს ვერავინ ვერ მოერება. ტელეკომპანია თრიალეთი შეიძლება გადააქციოს ძეგლად, მაგრამ ტელეკომპანია თრიალეთი ყველას გულის გასახედად მაინც ტელეკომპანია თრიალეთი იქნება. ჩემი სრული მხარდაჭერა